ცნობილია, რომ განათლების ახალ რეფორმაზე საჯარო განხილვები გაიმართება. პრეზენტაციაზე სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად აღინიშნა ისიც, რომ მაღალი დონის განათლების მიღება ქვეყანაშიც უნდა იყოს შესაძლებელი. კონცეფცია არის პოლიტიკური შეფასებების თემა. ეს არის ფარისევლობა და მათ შორის ეს არის დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემაში არიან კეთილსინდისიერები, პატიოსნები, ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მათ შორის აკადემიურ მოვალეობას პატიოსნად და სწორედ ეს ადამიანები მე დარწმუნებული ვარ ამ რეფორმის თავარი სამიზნეები არიან. ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული რეფორმა და არა რეფორმა იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ქვეყანაში იყოს უფრო მაღალი. ოცნების პირობებში ვხედავთ, რომ ყველა რეფორმას ოცნება იყენებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ყველა რეფორმას იყენებს ბერკეტად წინასაარჩევნოდ და ასევე არჩევნების შემდეგ ახლა უკვე შეცვალეს მიდგომა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვიტყვი განათლების რეფორმა ჩვენს ქვეყანაში. და იქამდე სანამ ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდება შედეგზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, გვეყოლება ასეთი ხელისუფლება, გვეყოლება ასეთი ოპოზიცია, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ოპტიმალური ვარიანტი არის ეს რეფორმა, რაც დაანონსდა. ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან იქნება, რა თქმა უნდა, ყურადღებაც და ფინანსებაც, თუმცა მეორეს მხრივ ეს ყველაფერი უნდა იყოს ეფექტურად გამოყენებული, იმიტომ რომ იყოს პროდუქტიული და ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეზე და სტუდენტზე და სწავლის შედეგებზე. შესაბამისად, ყველა ეს ჩამონათვალი დეტალებში რაც კი ითქვა, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საქართველო მიიღოს განათლებული მოქალაქე.